კარგი, რას ვაკეთებთ? ეხლა მინდა დავიწყოთ მუშაობა აი ამ კურსის მთავარ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევქმნით რეალურ API-ს, რომელიც იყენებს OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის API-ს და გადაცემული სურათიდან გამომდინარე გვიგენერირებს ამ სურათის შესაბამის პრომპტს, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ შემდეგ, მივცეთ სურათის გენერატორს და ანალოგიურ სურათს დააგენერირებს. რატომ არის ზოგადად ეს API საჭირო? პირველ რიგში რაღაც რეალურია. ანუ რეალურ endpoint-ებს შევქმნით, რეალურ third party API-ს დავალაპარაკებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ ჩვენს პროექტში და ამასთანავე ძალიან ხშირად რაღაც content creator-ებს ან უბრალოდ დიზაინერებს უნდათ გამოიყენონ რაღაც სურათები თავის პროექტში, მაგრამ ეს სურათები არის copyrighted სურათები, ანუ მასზე საავტორო უფლებები აქვს ვიღაც სხვას. შემდეგ აი ამ სურათს აიღებ, მისცემ ხელოვნურ ინტელექტს და ეტყვი, რომ აი ესეთი მსგავსი სურათის შესაქმნელი პრომპტი დამიგენერირე. მოგცემს პრომპტს ხელოვნური ინტელექტი, ამ პრომპტს მისცემ შემდეგ სხვა ხელოვნურ ინტელექტს მოდელს, რომელიც უკვე სურათს დაგიგენერირებს და გაქვს ორიგინალის მსგავსი სურათი, მაგრამ ეს შენი შექმნილია, შენი დაგენერირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და მასზე საავტორო უფლებები არ აქვს არავის სხვას. იდეაში შენ შეიძლება გქონდეს, შეიძლება არა, ეგ გასარკვევი საკითხია, მაგრამ ყველა ვარიანტში ამის გამოყენება შეგიძლია. აი ეგ არის მთელი API-ის იდეა, ვთვლი რომ ძალიან საინტერესო, ამასთანავე ძალიან რთული არ არის, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო. ესე იგი, პირველი, საიდანაც ვიწყებ, მე კონკრეტულად ეს API უკვე მომზადებული მაქვს, შესაბამისად რაღაცეები შეიძლება გადმოვიტანო ხოლმე პირდაპირ პროექტში. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის დავაყენოთ მოდი OpenAI-ის package-ი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ ვესაუბროთ იმ მოდელს, რომელსაც იყენებს ChatGPT. მოდი მარცხენა მხარეს ჩავკეცავ და გავუშვათ შემდეგი ბრძანება. Composer require ნიშნავს, რომ მე მინდა ჩემს პროექტში დავაყენო dependency package. ამ ყველაფერს Composer-ის საშუალებით ვაკეთებთ. Package-ის სახელი არის OpenAI-PHP/client. ანუ ეს არის ის კლიენტი, რომელიც მინდა დავაყენო ჩემს პროექტში. ნუ როგორც ხედავთ, OpenAI client ვერსია 0.17.1 გადმოიწერა და დაყენდა. ამას დაჭირდება რამოდენიმე წამი რომ დასრულდეს. ამის შემდეგ უნდა შევქმნათ ჩვენ მიგრაცია. ოკეი, მიგრაცია და მოდელი. გავუშვათ შემდეგი ბრძანება. PHP artisan make model და მოდელს დავარქვათ image generation და გავუშვათ ასევე -m flag-თან ერთად, რომ დაგენერირდეს მოდელთან ერთად მიგრაცია. მოდელი შეიქმნა, მიგრაცია შეიქმნა. ეხლა გავხსნათ მიგრაციის ფაილი და აი აქ დავამატოთ რამოდენიმე სვეტი, რაც მნიშვნელოვანია. ანუ ყველა გენერაციას ვაპირებ რომ შევინახო ცხრილში. User-ი მომცემს სურათს, მე ამ სურათიდან დავაგენერირებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პრომპტს, ამას შევინახავ ბაზაში. ოკეი? გავუშვათ მოდი პირველ რიგში foreign ID გვინდა, კი ბატონო, foreign ID გვინდა user ცხრილზე. ხო, ისე ამ მომენტისთვის თუ შეატყეთ, ეხლა მე ვიყენებ უკვე კურსორს. ანუ შეგიძლიათ Visual Studio Code-ში გააგრძელოთ ამ პროექტში მუშაობა, რომელიც ანუ ვიზუალურად ძალიან ერთი და იგივე არის კურსორი და Visual Studio Code-ი, მაგრამ მე ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ხოლმე ყველა ეტაპზე. ანუ შეგიძლიათ ჩვეულებრივ გამომყვეთ VS Code-ში თუ კურსორი არა გაქვთ, ან კურსორი იდეაში უფასო ვერსიაც აქვს, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. მე ფასიანი ვერსია მაქვს რა. ამ შემთხვევაში როგორც გინდათ ისე გააკეთეთ, უბრალოდ კურსორ ედიტორს ვიყენებ, მაგრამ Visual Studio Code-ში შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე რაც ახლა მე აქ ვაკეთებ. ოკეი, user მოდელი უნდა შემოვიტანო აუცილებლად და foreign ID user მოდელზე გამოსასვლელი. ამის შემდეგ დავაგენერირებ უკვე აი დამატებით კოლონებს, როგორც არის image path-ი, მაგალითად, ატვირთული სურათის მისამართი ფაილურ სისტემაზე. Generated prompt იქნება ის პრომპტი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა დამიგენერირა ჩემი სურათიდან გამომდინარე. ასევე გვექნება ჩვენ original file name-ი, რეალური ატვირთული სურათის დასახელება, file size-ი და MIME type-ი. რა ტიპის სურათი არის ეს? არის JPG, არის PNG თუ WEBP მაგალითად. Okay? ესე იგი მიგრაციის ფაილი გვაქვს. ანუ სიმარტივისათვის რა თქმა უნდა შეგვიძლია ამოვიღოთ MIME type-ი,
file size, original file name და სიმარტივისათვის შეიძლება საერთოდ არც კი შევინახოთ ეს ჩანაწერები ბაზაში, მაგრამ მე ვინახავ ამ ინფორმაციას ცოტა უფრო რეალისტური რო გავხადო აპლიკაცია და ამასთანავე შემდეგ resource class რომ დავაგენერებ აი ამ ბაზის ცხრილის შესაბამის, ცოტა მეტი ჩანაწერი მქონდეს შიგნით, მეტი property მქონდეს შიგნით. Okay, მოდელი შექმნილია, მიგრაცია შექმნილია, ახლა გავუშვათ მიგრაციები. PHP artisan migrate. ეს ნუ უკვე არსებობს, იმიტომ რომ წეგან რაღაცებს ვცდილობდი და ეს ცხრილი უკვე არსებობს. ამიტომ მოდი ახლა შემდეგნაირად მოვიქცევი PHP artisan migrate fresh. თქვენთან უბრალოდ migrate რო გავუშვათ არ იარსებებს, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ წინასწარ მომზადებული, ჩემ შემთხვევაში წინასწარ რაღაც მომზადე, ამიტომ ცხრილი უკვე არსებობს. მაგ ცხრილის წაშლა დამავიწყდა. ამიტომ უბრალოდ შემიძლია migrate fresh გავუშვა. და თავიდან დადროპავს ყველა ცხრილს და თავიდან შეიქმნება. ნუ ამ შემთხვევაში user-იც აღარ მაქვს უკვე ბაზაში და ნუ ყველაფერი წამეშალა, ანუ იქ რაღაცა პოსტები გქონდა, პოსტებიც აღარ მაქვს, არაფერი აღარ არის მოკლედ ბაზაში რა. მაგრამ მოდი ჯერ ფუნქციონალზე გავაკეთოთ აქცენტი, მე ერთ users შევქმნით და იმის შესაბამის user-ზე გენერაციებს გავაკეთებთ. ხო, ამის შემდეგ მინდა შევქმნა მე კონტროლერი. კონტროლერს დავარქმევ სახელს PHP artisan make controller და კონტროლერს დავარქვათ სახელი image generation controller. Okay? გავხსნათ ახლა ეს კონტროლერი და ამ კონტროლერში დავამატებ ორ მეთოდს. პირველი, ეს იქნება ინდექსი, რომელიც დააბრუნებს ყველა generations უკვე რაც გვექნება ბაზაში და მეორე მეთოდი ეს იქნება ამას დავარქმევ generate prompt. რომელიც მიიღებს რაღაც requests და რეალურად ეს ვოიდები აქ მოუშალოთ ის ცოტა არასაჭირო რაღაცა არის. მიიღებს ავტვირთულ სურათს და ამ სურათიდან დააგენერირებს prompts. ამასთანავე მე უნდა შევქმნა OpenAI service class-ი. Service class-ი შექმნა შემიძლია PHP artisan make service artisan კომანდის საშუალებით და დავარქვათ ამას OpenAI service. Okay, როგორც ჩანს make service ბრძანება არ გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია გამოვიძახოთ make class. Make class, ოღონდ ეს უნდა შევქმნათ ჩვენ services/OpenAI service folder-ში. გადავამოწმებ მაინც როგორ მაქვს გაკეთებული. კი ბატონო, მსგავსად დავუწოთ enter-ს. App services OpenAI service-ი შეიქმნა. ეხლა OpenAI service-ი იქნება კლასი singleton-ი, რომელიც dependency injection-ის საშუალებით გამოვიყენებთ აი ამ კლას image generation controller-ში. Image generation controller-ში დავამატებ ეხლა მე constructors. auto-completion-ი რომ მუშაობდეს კარგი იქნება და ქვედატირე construct სადაც dependency injection-ის საშუალებით მივიღებთ ჩვენ private OpenAI service. ეს ვოიდი ახაც არ უნდა მოუშავოთ. ხო, ეს იქნება უბრალოდ ცარიელი კონსტრუქტორი. არაფერს არ გააკეთებს, მაგრამ private OpenAI service რომ მივიღებ, შემდეგ this OpenAI service property მექნება ხელმისაწვდომი აი ამ მეთოდებში, ინდექსში და generate prompt-ში. OpenAI service-ი უნდა შემოვაიმპორტოთ, იმიტომ რომ შექმნილი გვაქვს app services folder-ში. ეხლა გავხსნათ თვითონ OpenAI service class-ი და ამ კლასში public host კონსტრუქტორი არ გვინდა და სხვა მეთოდი დავამატოთ, მოკლედ ამ დოკებსაც სავშლი. მეთოდს დავარქვათ generate prompt from image. კი ბატონო, რასაც გადავცემთ ჩვენ ატვირთულ ფაილს. ატვირთული ფაილის შესაბამისი კლასი Laravel-ში ეს არის uploaded file. Illuminate HTTP folder-იდან namespace-იდან. Okay, მივიღეთ ეს uploaded file-ი და შემდეგ რა უნდა მას? ხო, strings აბრუნებსო და შენ არაფერს არ აბრუნებო. Okay, არ არის პრობლემა. ეხლა დავწეროთ try catch-ი. Try და ბოლოში გვინდა exception-ი.
კი ბატონო, ჯერჯერობით ესნაირად გავაკეთოთ. იმიჯიდან ძალიან ყველაფერს მიმთავრებს, მაგრამ მოდი არ მინდა რა, მინდა რომ აგიხსნათ თან რაღაცეები რა. ესე იგი, იმიჯზე მინდა გამოვიძახო ხოლმე get path name. ანუ ეს არის ლოკალურად სურათის მისამართი. Okay? შემდეგ ამაზე გამოვიძახებ file get contents. ბოდიში file get contents. წავიკითხე აი ამ სურათის კონტენტი. შემდეგ ეს გადავიყვანოთ base 64-ში, base 64 encode გამოვიძახოთ ამ ყველაფერზე. და ეს იქნება ჩემი სურათის data, image data. ეს data უნდა მივაწოდო შემდეგ OpenAI-ს. ამასთანავე შემიძლია ამოვიღო MIME type-ი. MIME type image-დან გამოვიძახო მეთოდი get MIME type. აი ახლა უკვე მინდა გავაგზავნო OpenAI-ს API-ში request-ი. ამისათვის გამოვიყენებ მე new factories, რომელიც არის OpenAI-ს სად არის OpenAI-ს factory class-ი. უნდა შემოვაი აი ეს არის OpenAI namespace-დან factory class-ი რო შემოვიტანო, ზემოთ OpenAI-ს factory შემოვიდა. ეხლა აი ამ factory-ზე შემდეგ როდესაც შევქმენით უნდა გამოვიძახო with API key, ანუ factory შევქმენი, რომელსაც მინდა მივაწოდო მე API key. API key მე არ სად არ მაქვს განსაზღვრული, ამიტომ ეს API key უნდა დავამატო პროექტში. გავხსნათ ახლა მარცხენა sidebar-ი. გავხსნათ env example-ი და example-ში ჩავამატოთ open კაი, მოდი ჯერ env-ში დავამატებ. აი ეს შენახული მაქვს, ეს არის OpenAI-ს key, მაგრამ ამასთანავე გაჩვენებ თუ საიდან შეგიძლიათ აიღოთ OpenAI-ს key. აი ახლავე გაჩვენებთ ამას. ესე იგი, შეგიძლიათ უბრალოდ Google-ში ჩაწეროთ OpenAI API keys და აი ამ URL-დან platform.openai.com API keys. თუ OpenAI-ს აკაუნთი არ გაქვთ შექმნილი, აუცილებლად უნდა შექმნათ ეს აკაუნთი. როდესაც შექმნით, შემდეგ უკვე გადმოხვალთ აქ, შეგიძლიათ აქ რაღაცა პროექტი შექმნათ და იმ პროექტისთვის დააგენერიროთ API key, ან არა და default პროექტისთვის დააგენერიროთ. აწვევით create new secret keys. შეგყავთ keys დასახელება უბრალოდ, აწვევით create secret keys და მოგცემთ თქვენს API keys, რომელსაც მოაკოპირებთ უბრალოდ და ჩასვავთ პროექტში, აი აქ. Okay, ეხლა გადმოვიტან მე უკვე არსებული და გენერირებული key რაც მაქვს აი მაგას და გავუწერ env-ში, აი აქ. ნუ აი ეს ამ keys მე წავშლი, იმიტომ რომ თქვენ დაინახეთ და რეალურად ჩემი API key არის private-ი, არავინ არ უნდა დაინახოს. ასევე env example-ში გადმოვიტან აი ესეთ კოდის snippets, რომ რეალურად OpenAI-ს configuration-ში გვაქვს OpenAI API key, რომელიც env-ში უნდა გავუწეროთ. Okay, რადგან ახლა ეს გვაქვს, წავიდეთ config-ებში, შემდეგ წავიდეთ service-ებში და აი აქ დავამატოთ OpenAI სექცია. და OpenAI სექციაში შიგნით ჩავამატოთ API key, რომელსაც ავიღებთ ჩვენ env-დან OpenAI API key-დან. Okay? ეხლა გადავიდეთ OpenAI service-ში ისევ, ცხენა მხარე ჩავკეცოთ და with API key-ში უკვე ჩვენ config ფუნქციის საშუალებით სერვისების OpenAI-დან ამოვიღოთ API key და შემდეგ გამოვიძახოთ აი ამ instance-ზე make, რომელიც იდეაში ქმნის factories. ამას დავარქვათ client. ეს არის OpenAI-ს client-ი, რომელსაც API key მივეცით და აი ამ client-ზე ხა ჩვენ შეგვიძლია როგორც ChatGPT-ს ვესაუბრებით, ისეთნაირად ვესაუბროთ აი ამ clients. Okay? ეხლა client-ზე გამოვიძახოთ მეთოდი chat, ანუ conversations ვიწყებთ. შემდეგ create გადავაწოდოთ creates მასივი და უნდა დავაკონფიგურიროთ აი ეს მასივი. პირველ რიგში რა მოდელი გვინდა რომ მივცეთ? მოდელის დასახელებად მივაწვდი მე
GPT-4o mini ან პირდაპირ 4o შეგვიძლია მივაწოდოთ, ორივე, მოდი 4o იყოს. შემდეგ მესიჯების მასივი უნდა გადავცეთ აქ, messages ესეთნაირად, რომელიც იქნება ჩვეულებრივი მასივი და აი ამ მასივში შიგნით გვექნება რამოდენიმე მესიჯი. ამ მომენტისთვის ერთ მესიჯს ჩავსვავ მხოლოდ, რომელიც ეუბნება OpenAI-ის კლიენტს, რა ტიპის response ველოდები მე. ანუ ვინ ამბობს თან, ანუ როლი არის user-ი. ეს არის OpenAI-ის დოკუმენტაციიდან აღებული რეალურად უბრალოდ შეგიძლიათ ახლა დაწეროთ და დამატებით ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, OpenAI-ის დოკუმენტაციაში შეიძლება მოძებნოთ ეს ყველაფერი. ანუ როლი არის user-ი ითხოვს შემდეგ რამეს. და შემდეგ ვაძლევთ contents. Content ესეთნაირად და აი აქ პირდაპირ გადმოვაკოპირებ პრინციპში არა content-ში უნდა მივცე მასივი. იმიტომ რომ ორ რაღაცას ვაძლევ, პირველი ეს იქნება პრომპტი, აქაც, ესე იგი, ერთი მასივის ერთი ელემენტი და მასივის მეორე ელემენტი. ხო? პირველი ელემენტი ეს არის type text-ი, ანუ ტექსტის სახის message ვაძლევ და რეალურად უკვე ტექსტი შემდეგ იქნება შემდეგი. აი ამ ტექსტს გადმოვაკოპირებ და პირდაპირ ჩავსვავ. ეს შეგიძლიათ აკრიფოთ ან Git-ის რეპოზიტორიაში ნახოთ. Analyze this image and generate a detailed descriptive prompt that could be used to recreate a similar image with AI image generation tools. The prompt should be comprehensive, describing the visual elements, style, composition, lighting, colors, and any other relevant details. Make it detailed enough that someone could use it to generate a similar image. ანუ ამის უბრალოდ თარგმანი არის, რომ სურათი გაანალიზე და დააგენერირე დეტალური, საკმაოდ დაწვრილმანებული პრომპტი, ტექსტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მსგავსი სურათის შექმნას მოვახერხებთ. პრომპტმა უნდა გაითვალისწინოს ასევე სურათის განათება, ფერები, აღქმა და ყველა დეტალი. მოკლედ ძალიან დეტალური პრომპტი გვინდაო ვეუბნებით. და ეხლა აი ამ კონტენტის მეორე ელემენტი ეს იქნება type image URL-ი და გადავცემთ აი იმ image data-ს, რომელიც user-მა ატვირთა. Image-დან ჩვენ დავაგენერირეთ base64 ენკოდირებული image data და აი ეს image data უნდა გადავაწოდოთ mime type-თან ერთად. ანუ ეს URL-ი ამ URL-ის საშუალებით OpenAI სერვისი სურათს აღიქვავს და წაიკითხავს. Data ორი წერტილი, შემდეგ სურათის mime ტიპი, წერტილმძიმე, base64 მძიმე და შემდეგ images data. Okay? და ბოლოს შეგვიძლია კი არა საჭიროა გადავცეთ პრინციპში max tokens მაგადაცემული, მაგრამ შეგვიძლია ეს დავიკიდოთ, okay. აღარ გვინდა. არაფერი, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ response-ი OpenAI-ისგან და response-ის ტექსტი გვინდა რომ დავაბრუნოთ. აი აქ უნდა დავაბრუნოთ response choices ნულოვანის messages content-ი. Okay? პრინციპში ამით დამთავრდა. თუ რამე exception-ი მოხდა, ამ ეტაპზე უბრალოდ იგივე exception-ს ვისვრი, ან try catch-ის მუღამი იდეაშია რომ სწორად დავჰენდლო ეს exception-ი და ან ფაილში ჩავწერო, ან email-ი გავაგზავნო, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ იგივე exception-ს ვისვრი ამ წერტილიდან. Okay, ეხლა controller-ში გადავიდეთ და generate prompt მეთოდს მივხედოთ. აი ამ მეთოდში მე მინდა შევქმნა და გამოვიყენო custom class-ი generate prompt request. ეს generate prompt request class-ი არ არსებობს, ამიტომ გავხსნათ ტერმინალი და გავუშვათ შემდეგი ბრძანება clear ჯერ php artisan make request და generate prompt request. გავხსნათ generate prompt request class-ი და პირველ რიგში authorize შევცვალოთ true და შემდეგ განვსაზღვროთ რულები. აი ამ რულებს გადმოვიტან ახლა მე ჩემი არსებული პროექტიდან და უბრალოდ ავხსნი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი property. ეს არის image property და image property-ზე გვაქვს უბრალოდ ბევრი რული.
პირველ რიგში ეს უნდა იყოს required, ეს უნდა იყოს ფაილი და სურათი. MIME ტაიპები შეიძლება იყოს ამ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი, ან JPEG, ან JPG, PNG, GIF, ან WebP. მაქსიმუმი ზომა შეიძლება იყოს 10 მეგაბაიტი, მინიმუმი 1 კილობაიტი და ამასთანავე სურათის სიგრძე, სიგანეზეც გვაქვს დამატებული ვალიდაციები, რომ მინიმუმი 64, მინიმუმი სიგანე 64, მინიმუმი სიმაღლე 64, მაქსიმუმი სიგანე 4096 და მაქსიმუმი სიმაღლე 4096. აი ეს არის და დამატებით ასევე შეგვიძლია ჩვენ მესიჯების override გავაკეთოთ, custom message-ები დავაბრუნოთ, რაც ასევე გაკეთებული მაქვს მე. Images required-ის შემთხვევაში შემდეგ message დავაბრუნებთ, an image file is required. Image file-ის შემთხვევაში დავაბრუნებთ შემდეგ message, uploaded file must be a valid file. Image rule-ის შემთხვევაში დავაბრუნებთ, uploaded file must be an image და ასე შემდეგ. მოკლედ თითოეულ rule-ზე შესაბამისი message-ები განუსაზღვრეთ. Okay. ეხლა ჩვენი request class-ი მზად არის, ამას გავთიშავ. გადმოვედით აქ, უბრალოდ შემოვაიმპორტოთ ეს request class-ი. ესეთნაირად და შემდეგ უკვე ამოვიღოთ request class-იდან სურათი. პირველ რიგში ავიღოთ ავტორიზებული user-ის ინფორმაცია, რომელიც დაგვჭირდება. შემდეგ ამოვიღოთ request-იდან ფაილი, რომელსაც აი ამ გზით ვიღებთ, request file. Okay? ეს გვაქვს. ამოვიღოთ ასევე original name. Original name, რომელიც იქნება image-დან get client original name მეთოდის გამოძახების შედეგად, რაც დაბრუნდება ეგ. ჩვენ გვჭირდება ასევე sanitized name, რაც გულისხმობს, რომ თუ სურათი შეიცავს რამე არასწორ სიმბოლოს. ამ სიმბოლოების ჩანაცვლება უნდა მოვახდინოთ ჩვენ. ვიძახებთ preg replace და ხო, ანუ ნებისმიერ სიმბოლოს მეცაკრამწერია. ხო, ნებისმიერი სიმბოლო რაც არ არის, კი ბატონო. ნებისმიერი სიმბოლო რაც არ არის. პატარა ასოები, დიდი ასოები, 0-დან 9-მდე დიჯიტები, ერთილი და ქვედატირე და ტირე ჩაანაცვლე ქვედატირით. ანუ თუ შეიცავს რაღაც კითხვის ნიშანს, მაგალითად, ან მძიმეს, ან რამე სხვა სიმბოლოს, ეს ყველაფერი ჩაანაცვლდება ქვედატირით. ნებისმიერი სიმბოლო რაც არ არის აი ამ სიმბოლოების სიაში ჩამოთვლილი, ეს ჩანაცვლდება ქვედატირით. გვაქვს უკვე დამუშავებული სახელი, რომლის შემდეგაც ამოვიღოთ ასევე extension-ი, get client original extension-ი, აი ამ გზით და შევქმნათ save file name-ი, რომელიც იქნება sanitized name-ი, შემდეგ ეს გავაერთიანოთ ქვედატირესთან, გავაერთიანოთ მიმდინარე დროსთან და ბოლოში extension-ი. ანუ უკვე გვაქვს ფაილის რაღაცა უსაფრთხო დასახელება, რომელიც ნებისმიერ ლოკაციაზე შეგვიძლია ავტვირთოთ, შევინახოთ, URL-ში გამოვიყენოთ ასე შემდეგ და პრობლემა არ შეიქმნება. მაგრამ ხანდახან ფაილები შეიცავს რაღაცა არავალიდურ სიმბოლოებს და თუ ისე უბრალოდ sanitize-ის გარეშე გამოვიყენებ ჩვენ URL-ში, შეიძლება რაღაცა არ იმუშაოს და პრობლემები შექმნას. ხო? ეხლა განსაზღვროთ image path-ი, რაც უკვე არის დასეივებული სურათის ლოკაცია. ავიღოთ ეს ჩვენი save file name-ი და save file name ლოკაციაში შევინახოთ მიღებული სურათი. ანუ მიღებული სურათი არის image-ი, შემდეგ ვიძახებთ store as methods, გადავცემთ uploads/images, ეს არის ფოლდერი, სადაც უნდა იქნას შენახული public დირექტორიაში და save file name-ი აი ამ დასახელებით უნდა იყოს შენახული. და ასევე ავიღოთ უკვე დაგენერირებული პრომპტი. ამისთვის this OpenAI service ვიყენებთ, შემდეგ generate prompt from image. ჩვენი ეხლახანს დაწერილი მეთოდი შეგვიძლია გამოვიძახოთ, გადავცემთ სურათს, ეს მეთოდი აიღებს API keys, იმუშავებს გააგზავნის request-ს, მიიღებს პასუხს და დაგვიბრუნებს აი ამ პასუხს. და ეს იქნება ჩვენი generated prompt. შემდეგ შევინახოთ ეს generated prompt-ი მონაცემთა ბაზაში. image generation-ზე გამოვიძახოთ create ფუნქცია და გადავაწოდოთ user ID, რომელიც არის ავტორიზებული user-ის ID, image path-ი, რომელიც არის ეხლახანს შექმნილი შენახული ფაილის დასახელება, generated prompt-ი, ეს არის OpenAI service-მა რაც დაგვიბრუნა, original
name გვაქვს, image size შეგვიძლია get size მეთოდის საშუალებით ავიღოთ სურათზე და mime type ასევე get mime type მეთოდის საშუალებით შეგვიძლია ავიღოთ ამ სურათზე. და ბოლოს, ნუ აქ image generation მოდელი უნდა შემოვიტანოთ. Okay, და ბოლოს უკვე შეგვიძლია დავაბრუნოთ, აქ redirect-ი არ გვინდა, ეს არ მომწონს ძალიან, ჩვენ API გვაქვს და redirect-ს არ ვაკეთებ, ჩვენ ვაბრუნებთ JSON-ს. შესაბამისად, დავაბრუნოთ response JSON, დავაბრუნოთ ის prompt-ი, რომელიც ეხლახანს დააგენერირა OpenAI. ეს image generation შეგვიძლია მთლიანად image generation მოდელის ინსტანსი დავაბრუნოთ, მაგრამ ნუ პირველ ეტაპზე მარტო prompt-ი მაინტერესებს მე, მეტი არაფერი არ მაინტერესებს და თუ დამაინტერესებს სხვა რაღაცას, შემდეგ უკვე გამოვითხოვ im generation-ზე ინფორმაციას. აქვე შეგვიძლია მაგალითად ID-ც დავაბრუნოთ, ახლახანს დაგენერირებული generation-ის ID. Okay? პრინციპში ხო, აქ მეტი არაფერი არ გვინდა. შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩავსვათ ახლა try catch-ში. ესეთნაირად try, შემდეგ ეს ყველაფერი. ბოლოში გვინდა catch-ი და exception-ი, კოდი დავაფორმატოთ. კოდის ფორმატირება არ მუშაობს, კაი, ხელით ვიზამ. ეს შევწიოთ შიგნით. ესეც წამოვიღოთ. ეს აღარ გვინდა. აი ესეთნაირად. Okay? გვაქვს try ბლოკი, რომლის შიგნითაც ის ყველაფერი, რაც გვეწერა. შემდეგ დამთავრდა try ბლოკი, catch-ი გვაქვს, აქ პრინციპში შეიძლება დავწეროთ, რომ თუ რაღაცა მიზეზით გაერორდა, მაშინ ატვირთული სურათი წავშალოთ. ანუ რამე exception თუ მოხდა, ის image path-ი, რომელიც ეხლა ჩვენ ავტვირდეთ public storage-ში, შეგვიძლია წავშალოთ. უბრალოდ storage ფასადი უნდა შემოვიტანო აი აქ. დასაშლად. და ასევე დავაბრუნოთ error-ი, რომ image generation failed to generate prompt from image. Okay, ეხლა მე მინდა გავხსნა image generation მოდელი და აი ამ მოდელში დავამატო fillable property-ები. Okay? Fillable property-ების საშუალებით იქნება შესაძლებელი აი ამ create-ის დროს დატის გადაცემა. თუ fillable-ში არ დავამატებთ, მაშინ ეს გადაცემული data უბრალოდ არ შეივსება და არ დაასეივებს. ასევე file size-ი დავკასტოთ, რომ file size-ი არის integer-იო, განუსაზღვროთ და რელაცია განუსაზღვროთ user მოდელზე. აქ belongs to არის შემოსატანი აუცილებლად და თითოეული გენერაცია ეკუთვნის კონკრეტულ users. ასევე შეგვიძლია ჩვენ user მოდელი გავხსნათ და აქ ბოლოში დავამატოთ ჩვენ image generations has many საშუალებით. has many-ც შემოვიტანოთ, ეს არის რელაციები, Laravel-ის basic-ები არის ეს პრინციპში, ბაზის რელაციებთან დაკავშირებით. თუ არიცით, შეგიძლიათ დოკუმენტაციას ჩახედოთ, ან როგორც გითხარით, ჩემი YouTube-ის ვიდეოს უყუროთ, 11 საათიანი Laravel-ის კურსი, რაც მიდევს YouTube-ზე, ინგლისურად მიდევს ოღონდ, ან სრული კურსი თუ გაინტერესებთ, მაშინ ჩემს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ thecodetolic.com. ინგლისურად არის ყველაფერი, თუმცა ძალიან დეტალურად ხსნი და ვიზუალიზაციაც ჩემი აზრით ძალიან გასაგებია და მოკლედ არაინგლისურის მქონე ხალხიც ძალიან ბევრ ამის გაიგებს. Okay. ესე იგი, მოდელები მზად არის, კონტროლერი მზად არის, პრინციპში ეხლა გავხსნათ API. API-PHP და დავამატოთ ახალი route. ეს ახალი route დავამატოთ v1 პრეფიქსის ქვეშ აუცილებლად და გამოვიყენოთ route post ამისთვის. ვუსმენთ post methods generate prompt URL-ზე, რომლის შემთხვევაშიც გამოიძახება image generation controller-ის generate prompt. Image generation controller-ი აუცილებლად უნდა შემოვაიმპორტოთ. Okay, ესე იგი route გვაქვს, კონტროლერი მზად, გვაქვს სერვისი მზად არის, პრინციპში ის გადაგვჩენია, რომ უბრალოდ გავხსნათ postman-ი და request-ი გავაკეთოთ. ახალ request-ს გავაკეთებ, ესე იგი post request-ი იგზავნება, URL-ი არის API v1 generate prompt. გადავიდეთ body-ში, აი აქ უნდა ამოვირჩიოთ form data აუცილებლად. შემდეგ დავარქვათ ამას image-ი
და ტექსტის ნაცვლად ამოვირჩიოთ ფაილი. და აი აქ უნდა ავტვირთოთ ფაილი. Local machine, აი აქედან ამოვირჩევ files, ეს რატომღაც არ მაჩვენებს ტექსტებს, მაგრამ აი ეს არის სურათების სექცია და ამოვირჩევ რამე სურათს. ისეც, აი მაგალითად ავიღოთ ეს, რომელიც არის რაღაც თაროები. ამენაირად დავაპატარავებ. ხო, ეს ნაირად. კი ბატონო. Background სურათია, zoom-ისთვის ვიყენებ ხოლმე თაროების უბრალოდ ლამაზი background-ია რა. ამოვირჩიეთ ეს zoom bg optimized jpg არის მაგის დასახელება და მოდი გავაგზავნოთ request-ი. Okay, მივიღეთ error-ი method not allowed. Post request-ი გავაგზავნეთ ამ URL-ზე და არავე ეს მეთოდი არ არის მხარდაჭერილიო. Generate prompt. კი ბატონო, ეს მოხდა იმიტომ რომ ავტორიზებული არა ვარ და redirect-ი ისე პრინციპში უნდა ხო, ნახე რა მოხდა. ამან ცადა redirect-ი. ჩავხედოთ ლოგებს. კიდე ერთხელ გავაგზავნოთ request-ი. და generate prompt-ი გამოვიძახეთ. Generate prompt-ის დროს არ ვიყავი ავტორიზებული, ამიტომ სისტემამ ცადა redirect-ი. Redirect-ი რატო ცადა არ ვიცი, როდესაც უბრალოდ 401 unauthorized status code-ი უნდა დაბრუნებულიყო. მაგას მივხედავთ, მოვაგვარებთ. მაგრამ რადგან ავტორიზებული არ ვიყავ user-მა ცადა redirect-ი და redirect-ის შემთხვევაში უკვე response header-ებში შეიძლება ვნახოთ. არა, აქ არ არის redirect-ის აღმნიშვნელი არაფერი და უკვე logins მივაკითხეთ get მეთოდის საშუალებით, სავარაუდოდ თვითონ მიაკითხა ამან და მაგიტო არ იმუშავა. მოკლედ. ეხლა გავაგზავნოთ ერთი რეგისტრაციის request-ი. მაგას დავუბრუნდებით და რაღაცა ცოტა არალოგიკური მეჩვენება გავფიქსავთ. კაი, მოდი გავაგზავნოთ ეს request-ი join@example.com, ერთიდან 8-მდე არის პაროლი. ჩვენ ბაზა დავაკლიერეთ და ამიტომ ახალი user-ი უნდა შევქმნათ. Okay, ახალი user-ი შეიქმნა. შემდეგ გავაგზავნოთ უკვე login request-ი. გადავცეთ email და პაროლი. კი ბატონო, ეს არის ჩვენი token-ი, ავიღოთ ეს token-ი. ეხლა გადავიდეთ აი ამ request-ში და authorization bearer token-ში ჩავსვათ აი ეს ახლად შექმნილი token-ი. Okay, და უკვე გავაგზავნოთ request-ი. ეხლა დაველოდოთ. დიდხანს ფიქრობს, იმიტომ რომ OpenAI სურათის ანალიზისთვის დრო ჭირდება, რაც უფრო დიდია სურათი, უფრო მეტი დრო ჭირდება. იფიქრა და მივიღეთ prompt-ი. Okay. Prompt for AI image generation. Okay, კი ბატონო. ხო, ეს პრინციპში მე მგონი საჭირო არ იყო. მაგრამ მაინც არც ეს არ არის პრობლემა დიდად. Create an image for modern minimalistic bookshelf interior. ეხლა რა ვქნათ იცი? აი ამას ავიღებ. აი ამ prompts, რომელიც OpenAI მომცა. სხვადასხვა ID რა თუ არ დამიბრუნა, ეგ საინტერესოა. გადავიდეთ image generation, generate prompt მეთოდში და ხო, აი აქ ID უნდა დამეკარგა ეთქობა ეს ID, უნდა დაებრუნებინა. აი, შემდეგში დააბრუნებს. ეხლა გავხსნათ ChatGPT. აი ეს ნაირად. და აი ამ prompts ჩავსვავ აქ და საინტერესოა რა სურათს დამიგენერებს აი ამ prompt-დან გამომდინარე. ამას ცოტა დრო დაჭირდება. ამიტომ ცოტა ხანს გადავიდეთ ეხლა ჩვენს API-ში და შევქმნათ image generation-ის შესაბამისი რესურსი, რომელსაც დავაბრუნებთ მერე დავუშვათ აი ამ ადგილიდან და ასევე ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ როდესაც მივაკითხავთ index მეთოდს, რომ ყველა ესე ანუ ამის იმპლემენტაციას ავტომატურად გამიგეთა AI-მ რომ დავაბრუნოთ ყველა image generation-ი, რაც კი მომხდარა. აი მოდი გავხსნათ ეხლა ტერმინალი და შევქმნათ რესურსი. PHP artisan make resource image
generation resource. Okay, resource შეიქმნა, გავხსნათ ეს რესურსი და აი აქ უბრალოდ massive გავუწეროთ და პრინციპში გვინდა ID, გვინდა prompt-ი, გვინდა image URL-ი, გვინდა created date და updated date. დამატებით შეგვიძლია დავაბრუნოთ ასევე original file name-ი, file size-ი და MIME type-ი. Created date და updated date-ის ფორმატირება ხდება და image URL-ი დააბრუნებს სრულ URL-ს, absolute URL-ს. კაი, ახლა გადავიდეთ ისევ image generation controller-ში და index method-ს შევხედოთ, რომელიც ჩვენთვის გააკეთა AI-ი, ანუ ხო, სულხანი ჩავკეცოთ. ავიღეთ ავტორიზებული user-ის ინფორმაცია, შემდეგ ამ user-ზე გამოვიძახეთ image generations მეთოდი და ეს ჩვენ განსაზღვრული გვაქვს user model-ზე განუსაზღვრეთ. ანუ გავედით image generation-ებზე რელაციის გზით, დავასორტირეთ შექმნის თარიღით descending-ით, ანუ ბოლოს შექმნილები თავში და გამოვიძახეთ paginate მეთოდი. ანუ რეალურად ეს generations იქნება paginatable პასუხი, სადაც გვექნება სულ რამდენი ჩანაწერია, რამდენი ჩანაწერს აბრუნებს და ასე შემდეგ. შემდეგ image generation resource-ზე გამოვიძახეთ collection მეთოდი და გადავაწოდეთ generations და ნუ ბოლოს დავაბრუნეთ response. ეს response პრინციპში აუცილებელი არ არის თვითონ გადაიყვანს მაინც ამას response-ში Laravel-ი, მაგრამ უბრალოდ რომ აი ამ JSON response-ის matching-ი რო გააკეთოს, მაგიტომ response მეთოდის გამოძახება თვითონ AI-მ დაწერა ეხლა, მაგრამ როგორც გეუბნებით, ანუ ეს რომ ამოვიღოთ საერთოდ, არც ესე არ იქნება პრობლემა რა იმუშავებს. და ჩვენ შეგვიძლია აი აქ დავაბრუნოთ new image generation resources ჩანაწერი და გადავცეთ image generation და ამასთანავე დავაბრუნოთ 201 status code-ი, რომ image generation-ი შეიქმნა. ეს არის იდეა. ხო, რაც თავარია, უნდა წავიდეთ ჩვენ ახლა API PHP-ში და დავამატოთ ახალი endpoint-ი, რომელიც იქნება image generation-ების წამოსაღები endpoint-ი. ოღონდ API resource-ი არ იქნება, ეს იქნება get-ი. Get-ი image generations რა შემთხვევაშიც image generation controller-ის index მეთოდი უნდა იყოს გამოძახებული. Okay, ეხლა ვნახოთ ChatGPT-მ რა ქნა. ChatGPT-მ დააგენერირა აი ეს სურათი ჩვენი პრომპტიდან, რომელიც რეალურად ძალიან გავს იმ პრომპტს, იმ სურათს, ორიგინალ სურათს შემიძლია გაჩვენოთ ეხლავე. აი ეს არის original სურათი. ეს არის ორიგინალი. ეს არის OpenAI-ის მიერ დაგენერებული, მაგრამ aspect ratio პრინციპში არ მომწონს. ანუ შეიძლება prompt-ში ჩავამატოთ ჩანაწერი, რომ aspect ratio შეინარჩუნოს. მოდი დავამატოთ image generation controller generate prompt-ი, გავხსნათ service class-ი, სადაც გვიწერია message-ი თუ როგორ უნდა მოიქცეს OpenAI, აი აქ. The final prompt must contain the original image aspect ratio information. აი ესეთნაირად. ეხლა ისევ იგივე სურათზე გავაგზავნი requests generate prompt. დრო ჭირდება. Okay, მოვიდა ინფორმაცია და აი aspect ratio 16:9 ესეც წერია და დაბრუნდა მთლიანი response-ი, სადაც გვაქვს ახლავე ატვირთული სურათის URL-იც, ID-ც გვაქვს, prompt-იც გვაქვს და ნუ მოკლედ ყველაფერი რა. მოკლედ ახლა ეს ავიღოთ, ეს prompt-ი და თავიდან დავაგენერირებინოთ. ამჯერად უკვე უნდა მოგცეს ცოტა დავაზუმაუთებ. დავაწვეთ submits.
ამჯერად უკვე უნდა მოგცეს სწორი aspect ratio-თი, რაც ქონდა ორიგინალ სურათს. კაი, სანამ ეს დააგენერირებს, Postman-ში გადავიდეთ ისევ, ამას დავარქვათ სახელი. ეს პრინციპში უნდა დავასეივოთ. ამის სახელი იყოს generate prompt. შევინახოთ my collection-ში. Okay. და შემდეგ შევქმნათ ახალი endpoint-ი, ეს იქნება get request-ი image-generations endpoint-ზე. Authorization-ი მივუთითოთ bearer token-ი. Tokens მითითებულია, პრინციპში მეტი არაფერი არ არის, მე მგონი აქ საჭირო. მოდით წამოვიღოთ ახლა არსებული generation-ები. Method not allowed. ხო, ეს პოსტი არა. Get-ი უნდა იყოს. Okay, მივიღეთ data. ესე იგი, გვაქვს data, სადაც პირველი პრომპტი, ცოტა ზემოთ ავსკროლოთ, პირველი პრომპტი, ეს არის პირველი არის იდეაში ბოლო. ანუ ბოლოს გენერაცია aspect ratios რო შეიცავს, ამის შესახებ ყველა ინფორმაცია, მერე პირველი პრომპტი, რომელიც aspect ratios არ შეიცავს. ლინკები, მეტა ინფორმაცია, ну, ყველაფერი იდეაში, ჩემი user-ისთვის ყველა გენერაციის შესახებ მაქვს ინფორმაცია. რომელიც გვაქვს resource class-ის გზით დაბრუნებული, ძალიან კარგი. Get image generations. ეხლა ვნახოთ ChatGPT-მ რა ქნა? აი ეს, მშვენიერი. მეორე ბევრად უკეთესი არის, aspect ratio შენარჩუნებულია, ორიგინალ სურათი გავხსნათ. ну, ერთ-ერთში რა თქმა უნდა არ არის და ვერ იქნება, მაგრამ როგორც დაგენერირებული სურათის კვალობაზე საკმაოდ კარგია და მშვენიერია. მცენარეც არის. აქაც არის მცენარე. Okay, good.